გიორგი ბაჩიაშვილის სააპელაციო სასამართლო მას დამნაშავედ ცნო. მოსამართლეთა კოლეგიამ საქალაქო სასამართლოს მიერ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელისთვის მისჯილით 11 წლიანი პატიმრობის განაჩენი არ შეცვალა. საქმე ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება. ბაჩიაშვილის თქმით, ეს ივანიშვილის მხრიდან მასზე პოლიტიკური შურისძიებაა. კახაკალაძე ამბობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ჩამოყვანა უცხო ქვეყნიდან მოხდა. მისი ეს განცხადება სუსის ვერსიას ეწინააღმდეგება. უწყების მტკიცებით, ბაჩიაშვილი წითელ ხიდსა და სადახლოს შორის ეგრეთ წოდებულ მწვანე საზღვრის მონაკვეთზე გადაადგილდებოდა, როცა დააკავეს. თავად ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ სხვა ქვეყნიდან გაიტაცეს და საქართველოში აირზენას თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. ბორტზე კი სუსის უფროსი ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა. ბაჩიაშვილის ადვოკატები კახაკალაძის განცხადებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. პროევროპულ აქციაზე დაკავებულმა დენის კულანინმა თანამესაკნის ინსაბ ალიევის კარცერიდან საკანში დაბრუნების მოთხოვნით მშრალი შიმშილობა დაიწყო. პროტესტის უკიდურეს ფორმას უკვე მიმართა ალიევმაც. მისი ადვოკატის ინფორმაციით, პატიმრების საკანში არაადამიანური და არაჰუმანური პირობები იყო. ბრალდებულებს საკანი შეუცვალეს, თუმცა ახალ საკანში არ იყო წყალი და გამართულად არ მუშაობდა საკანალიზაციო სისტემა.